შოთა ქარუმიძე გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევის საქმეში ჯერჯერობით ერთადერთი ბრალდებულია. ქარუმიძე მძღოლია, რომელიც ბრალდებულ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში დაეხმარა. დაკავებული ამბობს, რომ მის კუთვნილ მანქანაში სამალავი ბაჩიაშვილმა თავად მოაწყო და დანაშაულის სანაცვლოდ 30,000-იც გადაუხადა. შესაძლოა ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირები არტიკულ სანქციებში და ამ კუთხით არსებობს მოწმეზე ზემოქმედების პირობებისა და განადგურების საკითხი. გიორგი ბაჩიაშვილის თანამზრახველი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მანამდე კი ირკვევა, რომ რუსული პასპორტი, რომლითაც ბაჩიაშვილმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთა, 2024 წელს არის გაცემული. ამ დროს კი ის უკვე ორ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია და თბილისში ეგრეთ წოდებულ პროევროპულ აქციებს აფინანსებს. ვიდრე საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე ძიება გრძელდება, ბიტკოინების მითვისების საქმე დასასრულს მიუახლოვდა. პროკურორმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც ბაჩიაშვილი ადასტურებს, რომ მისი ბიტკოინების ინვესტიცია $1,500,000 ამერიკულ დოლარს შეადგენს და არა 5 მილიონს, როგორც ამას თავად ამტკიცებდა. კომპანიის სახელია Mission Gate და ბიზნესს აწარმოებენ Bitstamp-ით. კონტრაქტის პერიოდის ბოლოს მათ უნდა დამიბრუნონ ბიტკოინში $1,500,000 ამერიკული დოლარი, რომელიც მე დავაფინანსე, პლუს პროცენტით. აბსოლუტურად სხვა საკითხი არის იმ წერილში, რაც წავიკითხე. ბაჩიაშვილს ჰქონდა კონტრაქტი Bitfury-სთან, ეს არის საუბარი Bitstamp-თან. ის პირდაპირ ადასტურებს, რომ მისი მონაწილეობა ამ ურთიერთობაში, აი ამ პროექტში, ამ ხელშეკრულებაში მარტივად ვთქვათ, არის $1,500,000 ფარგლებში. სწორედ ამას ვედავებით ჩვენ, რომ მისი ინვესტიცია, რაც მან დააფინანსა სწორედ ამ ფარგლებში იყო და შესაბამისად მისაღებიც მხოლოდ ეს იყო და არა სრულად რაც მან განახორციელა და შესაბამისად ბუნებრივია მიითვისა. პარლამენტის თავმჯდომარეს გიორგი ბაჩიაშვილის გულშემატკივართა პოზიცია აკვირვებს, მაშინ როდესაც მისი აზრით ოპოზიციის მოკავშირე და პირადი ინტერესების მქონე ბაჩიაშვილის განზრახვას ფარდა მისი გაქცევით საბოლოო დაეხადა. ვინმეს ეჩვეპარება მის კრიმინალობაში სხვა საქმეებთან დაკავშირებით, ანუ ნახეთ ადამიანს როგორი კრიმინალური ენერგია ჰქონია, რაც ახლა გაირკვა, რო იქ რაღაც მანქანა აყიდინა, თვითონ გადააკეთა. ამით უკვე საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სხვა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, თუ კი, რა თქმა უნდა, იზავდა იმას, რაცაც ედავება მას პროკურატურა, რა თქმა უნდა, ასე ცივსისხლიანად დაგეგმავდა იმ ადამიანის ღალატს და ზურგშიდანის ჩართმას და მოტყუებას, რომელმაც, როგორც იტყვიან, კაცადაქცია და გზაზე დააყენა. კიდე ერთი, ასე ვთქვათ, მხილება არის ჩვენი ოპოზიციის არიფობის, ასე ვთქვათ, იცით რომ გმირად გამოაცხადეს ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეა და თვითონ რო კითხო, ესე იგი არ უნდა გაკარება, რამე რაც რუზე იწყება, არაფერი არ მოსწონთ და აღიზიანებთ და რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა კრიმინალი არის და იმ პერიოდში აი რო აფინანსებდა ოპოზიციას, რომ გამოდიოდა და ამაყობდა ოპოზიციას ვაფინანსებო, იმ დროს გეგმავდა კრიმინალს. გაქცეული ბაჩიაშვილის დასაკავებლად პროკურატურამ ინტერპოლს უკვე მიმართა და წითელი ცირკულარით ძებნის პროცედურებიც დაიწყო.